Ზუსტად მაშინ, როდესაც მე მორიგ ვიდეო ბლოგს ვწერდი, რომელიც აიტვირთება, ახლა თუ ატვირთული არ არის, უკვე რომელიც პუტინს ეხება და პუტინი რო პანიკაშია და კატასტროფა რომ მოხდება რუსეთში ამ თემას, მე დამიკავშირდა რუსთავი 2. და ეს ახალგაზრდა ჟურნალისტი, პროპაგანდისტი, მაინც თავისუფლებას მივცემ, რამდენადაც რუსთავი 2-ზე მუშაობს. პიროვნულად კი არ ვერჩი. არამედ რამდენადაც პროპაგანდისტურ არხზე მუშაობ, ახლა მოცემულ ეტაპზე შენ უკვე ხარ პროპაგანდის იარაღი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდა ქართული ოცნების ხელში, უფრო დიდი კორპორატიული იარაღი, რასაკვირველია რუსთავი 2-ია, იმედია საზოგადოებრივი მაუწყებელი პოსტივი. კონკრეტული ადამიანებით, რომლებიც ამგვარი კითხვებით მოგმართავენ, თითქოს ლეგიტიმური დგანა არა, მაგრამ წინასწარ დარიგებულნი რო არიან, რომ ტაბლიაშვილს ეს რაღაც სხვა სპიკერს, სხვა მიმომხილველს ის და ასე შემდეგ კითხეთ, იმიტომ რომ გამოვადნოთ სიუჟეტი, რომ ტაბლიაშვილი არასწორია, ან სხვა რესპონდენტი არასწორია, ან სხვა რაღაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წევრია, ან რაღაც ქრისტეს მგმობელია და პატრიარქის მოწინააღმდეგეა, მეორეს გულისხმობ და ასე შემდეგ. ეს ხო წინასწარ მოფიქრებულია, ისინი არიან პროპაგანდის იარაღები შესაბამისად. ხოდა დამიკავშირდა და კითხა, რომ სატელევიზიო კომენტარი გვინდაო თემაზე, რატომ თქვითო თქვენო, რამდენჯერმე გაქვთ გაკეთებული ესეთი განცხადება, რომ შიო მუჯირი არის რუსეთის წარმომადგენელიო. რუსეთმა დანიშნაო, თლად ზუსტი რო ვიყო. მე მეკითხავს, ჩემივე საჯარო სტატუსს ოდინდელს და ახლანდელს, აი ცოტა ხნის წინანდელს, რომელშიც მე ფულად ვაფასებ შიო მუჯირს მეთქი ეს რბილად ნათქვამია, მას მართლაც ვუწოდებ რუსეთის წარმომადგენელს. მე მეთქი, ასე ვუპასუხე, არ ვეწერები რუსულ მედია საშუალებებს, მეთქი მაშინო იქნება სატელეფონო კომენტარი გააკეთოთო და მე გავაკეთე ეს სატელეფონო კომენტარი, ესეც ალბათ მაინც კრიტიკულის უნდა იყოს ადამიანი, არის შეცდომა, იმიტომ რომ როგორ მიჭრის, მოჭრის, მაინც და მაინც კი არ შეაერთებს ერთ ნაწილს მეორესთან, არამედ როგორ ჩასხმავს იმ სიუჟეტში, რომელიც უნდა გააკეთოს და რომლის გაკეთებაც დავალებული აქვს, იმიტომ რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, გლობალური ომის პარტია, deep state და ასე შემდეგ გააშავოს და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება კი გაამართლოს, არავინ უწყის და მაყურებელთა გარკვეულ ნაწილს უარყოფითი კონტექსტი არ ეცოდინება რა, ან სრული პასუხი არ ეცოდინება რა, უარყოფითი შთაბეჭდილება დარჩება ამ შემთხვევაში ჩემზე და სხვა შემთხვევაში კი სხვაზე. ეს პროპაგანდაა და კვლავ მინდა გავიმეორო, რომ თუ პირდაპირ ეთერს არ გაძლევენ, თუ არ გეკამათებიან თუნდაც, მაგრამ აი პირდაპირ ეთერში არ ხდება საკუთარი აზრების, შენი აზრების ტირაჟირება, ხო, პროპაგანდა ამ ყველაფერს ისე წარმოაჩენს, როგორც მას თავად აწყობს. და კიდევ ერთი საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამგვარი სიუჟეტები, აღარ მახსოვს, თუ არ ვცდები, ანამ ქვიაო და გვარიც მითხრა, ამგვარი სიუჟეტები ემსახურება კიდევ ერთ მიზანს, ზიზღს კონკრეტული იმ ადამიანების, იმ მოქალაქეების, საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ თუ წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლებისაგან განსხვა ხელისუფლებად წოდებული ბანდისაგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ, გიქსევენ. აი როგორც დაგეშილ ძაღლებს, ტროლებს და არა მხოლოდ ტროლებს, არამედ ნამდვილ რეალურ ადამიანებს გიქსევენ მედიის საშუალებებად წოდებული პროპაგანდის იარაღები, განსაკუთრებით აუცილებლად რუსთავი 2 არ გამოირჩევა, თუმცა რუსთავი 2-ც არის მათ შორის, ასაკურველია იმედი და პოზიტივი, ერთი ორად, ერთი 1000-ად ჯაბნიან რუსთავი 2-ს და საზოგადოებრივ აუწყებელს, აქვე ესეც უნდა ვთქვა, აღარ ვლაპარაკობ იმ, ასე უნდა ვთქვა, თქვენი სტებართვით ტროლ გვერდებზე, რომლებსაც ყოველდღიურად თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც, თვეში ერთხელ მაინც ხსნის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და მისი პროქსი ჯგუფები, რა ვიცი, რა არ ქვია, რაღაცა პრეს, რაღაცა მედია, რაღაცა ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მათი ბიუჯეტი წლიური, თუ თვიური, ესე ვიყო ყოველთვიური ბიუჯეტი არის
არა უმეტეს მაგალითად 3000 ლარისა, 4000 ლარისა ერთი ადამიანი, ორი ადამიანი მუშაობს, ერთი მათ მიერ მოკოკილი რომელიმე გელაია ან ზაზაია პირობითად წერენ 1000 სულ დააკოპირებენ, გამოაქვეყნებენ ერთი სტატუსს დაურთავენ და ხშირად არც урთავენ რაღაცას და სააგენტო კი ჰქვია და სოციმედიაშიც პოზიციონირებს და ასე შემდეგ. სიზღი ადამიანი მოქალაქე თუნდაც განსხვავებული პოზიციის მქონე უნდა იყოს ჩაწიხნული საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ტვინ აღრძობი ტვინში მომწიფებული აზრების თუ ფიქრების თანახმად და გათვალისწინებით და უნდა იყოს ეს ქვეყანა მათი, აი ისინი უნდა იყვნენ მართველები და ყველანი სხვები არიან სამარგინალოები, ვერ მოგართვით. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგო დაჩეხავს ამ სიუჟეტს თუ ამ ჩემს კომენტარს ამ სიუჟეტში, მე გეტყვით ღიათ, რომ შიო მუჯირი დასაკვირველია რუსეთის კაცია. და გეტყვით რატომ არის კაცი, კორესპონდენტად წოდებულმაც ვკითხა, იმიტომ რომ ილარიონ ალფეევი ჩამოდის 2017 წელს. 2017 წელს ჩამოსული ილარიონ ალფეევი ჩემი ანალიზის, ესეც უთხარი, ჩემი ვერსიის და არა მხოლოდ ჩემი ვერსიის თანახმად ის ცოტა უხეშად ჟღერს მით უფრო გარდაცვლილ პატრიარქზე დაუძლურებულზე უკვე იმხანად ის ავალდებულებს ან უბიძგებს პატრიარქ ილია მეორეს 2017 წელს დაუძლურებულს კვლავ ვიმეორებ რომ მოსაყდრით რაღა ის დაუძლურებულია დანიშნოს სწორედაც რომ შიო მუჯირი და შიო მუჯირის რუსული კავშირები გამოჩნდება მომავალშიც მე სხვაშორის ამ გოგოს არ ვიცი ჩასვავს თუ არა ამ კორესპონდენტად ჟურნალისტად წოდებულს ვუთხარი რომ გაიგეთ მეთქი რომ მაგალითად შიო მუჯირი არის ლევან ვასაძის გურამ ფალავანდიშვილის ანუ დუგინის ხაზის დუგინისა და ალფეევის ხაზის გამაგრძელებელი თუ პოლიტიკის განხორციელების ხადია მთავარი ამ ყველაფრის არის თავად პუტინი და ასევე კირილ გუნძაევი რუსეთს სჭირდება აქ მორჩილი ხელისუფლება ერთის მხრივ და მორჩილი საპატრიარქო ილია მეორე ბევრ რამეში შეიძლება დაძრახო და აკრიტიკო მათ შორის მორჩილებაშიც გულახდილები თუ ვიქნებით რუსეთის მიმართ მაგრამ ილია მეორე მაინც ავტორიტეტი პირი იყო აქ ყოველ მეორე ხელწამოს თავში ხელწამოსაკრავი რო იქნება ახლანდელი პატრიარქობის კანდა სინოდიდან ასე გეტყვით რუსეთს მათთან ურთიერთობა გაუჭირდება და მათ შორის ყველაზე მეტად გაუჭირდება პირთან რომელთანაც უკვე გაჭრილი აქვს ხაზი სწორედ ილარიონ ალფეევის გამოყენებით თუ ილარიონ ალფეევის მეოხებით თუ ძალისხმევით შორეულ 2017 წელს. კიდევ არის ბევრი ინდიკატორი. მაგრამ თუ მაინც და მაინც ეხა ამას მეკითხება სამთავრობო მედია, თქვენ რა იცით რომ რუსეთის კაცია დოკუმენტი პაკაჟიზე, ხო? დოკუმენტი როგორც ესეთი ცხადია არ აქვს. ეს არის ანალიზი მტკიცებით ფორმაში რატომ ამბობთო? მტკიცებით ფორმაშიც ეს კითხა. მტკიცებით ფორმაშიც შეგიძლია თქვა შენი აზრი წარმოაჩინო გააცნო საზოგადოებას რომ დიახ ილარიონ ალფეევი რომელიც პედოფილიაში კი არა აი სექსუალურ ძალადობაში იყო მხილებული 2 წლის წინ უნგრეთში სხვათა შორის ეს ილარიონ ალფეევი არის ნაჩალნიკი შიო მუჯირისა. ამაზეც არ ვლაპარაკობთ უბრალოდ ეს 9 წუთიანი დაახლოებით შესავალი დამჭირდა იმისთვის რომ ავხსნა რა პროცესები იქნება, რა პროცესები განვითარდება მაღალზე მაღალი ალბათობით სწორედაც რომ საპატრიარქოში udroodros დროულად არავინ არ ყვდებით მაგრამ განსაკუთრებით udroodros მოკვდა პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა და აბსოლუტურად მართლა დაობლებული დატოვა საპატრიარქო ტახტი თუ საყდარი ერთის მხრივ და ასევე დაობლებული და დეზორიენტირებულები დატოვა სინოდის წევრები 39 სინოდის 39 წევრი ყავს აქედან პრაქტიკულად წარმოუდგენელია უმრავლესობის მოდი ასე ვიტყვი არჩევა ახალ პატრიარქად და აბსოლუტურად ბუნებრივი არის რომ რომელიმეს ვინც რეალური კანდიდატია სულაც არ უნდოდეს პატრიარქობა ილია მეორის შემდეგ იმიტომ რომ დიდი ტვირთია პატრიარქმა ილია მეორემ და გასვენება დაკრძალვის ცერემონიალი და ხალხის რაოდენობაც ამას ადასტურებს დატოვა დიდი მემკვიდრეობა დიდი სტრუქტურა აი დიდი მონსტრი და როგორც კი რამ შეგეშლება და აუცილებლად შეგეშლება იმიტომ რომ ესეთი ავტორიტეტიც ვერ იქნები ბუნებრივად როგორც კი ამ შეგეშლება შენსკენ დაგეშილებივით წამოვლენ მეორეჯერ ხმარობ ამ სიტყვას
ამავე სინოდის ის წევრები, რომლებმაც ხმა არ მოგცეს, არა ხარ და ვერ იქნები შენ, ბუნებრივად ვერ იქნები ისეთი ავტორიტარული ცნუგდებავთ ასე ვიტყვი, ისეთი კარგი მენეჯერი, თუ შეიძლება პატრიარქზე ამგვარი რამის თქმა, როგორიც იყო პატრიარქი კათალიკოზი, პატრიარქი ილია მეორე. ამიტომ ბევრს თუ არ უნდა პატრიარქობა, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია ჩემი, მაგრამ არსებობს ისტორიული მისია, რომელიც ერთმა კონკრეტულმა პირმა ან პირთა ჯგუფმა, ხო კანდიდატებმა, ვისაც საკუთარი თავი მართალი ჰგონია, ეს მისია უნდა შეასრულოს სირთულეების მიუხედავად. ხელისუფლება კი ცდილობს, რომ სწორედაც რომ შიო მუჯირი გაიყვანოს, დღეს და ხვალ არ გამოჩნდება, პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვით, არ გამოჩნდება, რომ შიო მუჯირი პრორუსული კანდიდატია, მაგრამ პრორუსული იქნება პატრიარქობის შემთხვევაში. მაგრამ გამოხდება ხანი და განსაკუთრებით საინტერესოა კრიტიკულ, ანუ არაორდინალურ ვითარებაში როგორ იქცევა ესა თუ ის სამღვდლო პირი ამ შემთხვევაში უმაღლესი სასულიერო პირი, იერარქი და არაორდინალურ ვითარებაში როგორ იქცევა შიო მუჯირი, ეს არ ვიცით და პირიქით, არათუ არ ვიცით დამატებით, არათუ არ ვიცით დამატებით ჭვრეტთ რომ არასწორად მოიქცევა, ანუ რუსულად მოიქცევა და რუსულად მოქცევა ნიშნავს იმას, რომ შენი ავტოკეფალია იქნება დასუსტებული. სხვათა შორის ხო არ ვაპირებდი მის შექებას და არ ვაქებ ცხადია, ესეც სტრატეგიის ნაწილი მგონია, მაგრამ გუშინ იყო და შიო მუჯირი ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, ანუ 25 მარტს, პატრიარქი ახალი დაკრძალულია და ამ თემაზეც უნდა გაამახვილოს, სასაკვირველია მოსაყდრე ყურადღება. თავის სიტყვაში პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა და არადაწინაურებულმა მოსაყდრეშიო თქვა სწორი რაღაცეები. აი ხო არ ვაქებ, მაგრამ სწორი რაღაცეებიც ბრძანა. კერძოდ მან გაამახვილა ყურადღება 1811 წლიდან როგორ ჰქონდა ჩვენ ჩამორთმეული, როგორ წაგვართვა რუსეთმა ჩვენ ავტოკეფალია, ვიდრე 1917-18 წლებამდე, როდესაც მოდის დიდი პატრიარქი, რომელმაც წელიწადში, წელიწად ნახევარში მოასწრო ის, რაც ვერ მოასწრო, მაგალითად მისმა მორბედმა ან მორბედმა ლეონიდემ ვერ მოასწრო და აი უკვე შემდგომ პერიოდში ვერ მოასწრო რამდენიმე პატრიარქმა, მაგალითად ეფრემმა, მელქისედეკმა, დავითმა, მაგალითად. ხო და აი ამ წელიწად ნახევარში თავარი რაც გააკეთა კირიონმა, მოკლულმა, ეგ რა მაგის პასუხია, მოკლულმა როგორ ამაზე ახლა არ ვილაპარაკოთ და ისტორიკოსებმა ილაპარაკონ პირველ ყოვლისა, მოკლედ ილაპარაკონ, როგორც ქელტანიანი წიგნებს არავინ არ წაიგითხავს ჩემს და კიდე რაღაც 100 კაცის გარდა და კირიონმა გააკეთა უზარმაზარი საქმე და შიომ უნდა ვაქშევაქოთ, გაამახვილა ამაზე ყურადღება და თქვა შიო მუჯირმა, რომ აი რუსებმა წაგვართეს, კირიონმა აღადგინა, პატრიარქმა ილია მეორემ უკვე კონსტანტინოპოლს დაამტკიცებინა, აღიარებინა, სწორი სიტყვა არ არის, დაამტკიცებინა ისედაც არსებული ჩვენი ავტოკეფალია და სწორი იყო, მაგრამ მე მგონია, რომ შიოსგან ეს არის ერთგვარი სტრატეგიის ნაწილი, მე არა ვარ ისეთი პრორუსი თუ რუსი, როგორც მაბრალებ, რასაც მაბრალებენ ამას. ირიბად თუ პირდაპირ ამბობს შიო მუჯირი, აქვე კიდევ ერთხელ შევაქოთ, თუ გნებავთ ობიექტურები უნდა ვიყოთ ჩვენ მოქალაქეები, ის როგორც გაიმართა პატრიარქის დაკრძალვა, როგორც გაიმართა, სულთა ტექნიკურ რეჟისურას გულისხმობ, არ გულისხმობ სტუმრებს და მთავარ სტუმრებს და ასე შემდეგ, ცალკეულ რაღაც უხერხულობებს და არასწორ ნაბიჯებს და არასწორ განცხადებებს, ცალკეულ შემთხვევებში, მაგრამ აი ესე პრინციპში როგორც გაიმართა, ხო მთელი ეს პროცესი სამებაში, მთელი პროცესია, ვინ სად უნდა მდგარიყო, მე არ ვიცი, თიკა რუხაძე არის ამის რეჟისორი თუ სხვა ვინმე, მაგრამ შიო მუჯირი როგორც მოსაყდრე, ხო, მეორე ხარისხოვან როლს ამ ყველაფერში არ შეასრულებდა და შევაქოთ, მაგრამ განსაკუთრებით შევაქოთ იმაში, ეს პროცესია ერთი ამბავია, მთელი ეს დაკრძალვის ამბავ ცერემონიალი, მაგრამ განსაკუთრებით შევაქოთ იმაში, რომ აი ჩემისთანა მოკირკიტეების ფიქრის მიუხედავად შიომ არ მოგცა, არ დაგვიტოვა შთაბეჭდილება, არ მოგცა შანსი მისი გაკრიტიკებისა ამ კუთხით, როდესაც მან სწორედაც რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მსოფლიო პატრიარქი წამოსწია წინ და მიყუჟა, ასე ვიტყვი, მიყუჟა კუთხეში რუსული დელეგაცია, მე არ ვიცი, უკვე შემდგომ ტრაპეზზე, ასე მაგალითად, ან როცა დაიკრძალა პატრიარქი
სხვა შემთხვევაში სხვა კომუნიკაციისას როგორი იყო და აღბეჭდილია თუ არა ეს კადრები საერთოდ ეს მასალა არსებობს თუ არა როგორი იყო შიო ხსენებულ ილარიონ ალფეევთან და რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან უფრო სწორად მინსკის საეგზარხოსოს დელეგაციასთან თლად ზუსტი რო იყო აგრეთვე ოლიგარქებთან რომლებიც ტრიალებდნენ და ამ სამების საკათედრო ტაძარშიც იყვნენ მე ეს არ ვიცი მაგრამ აი რაც საჯაროდ ჩანდა ამ თვალსაჩინო შიოს ვერ გავაკრიტიკებ აქვე ვიტყვი რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გვარჩემი აზრით ამგვარად არიგებს შიო მუჯირს ახლა შენი პრორუსობა არ გვაწყობს თავარია რომ მას უბოდიშებ გაგათრიოთ გაგიყვანოთ პატრიარქად და მე უკვე ნელ-ნელა და თანდათანობით შენს ნამდვილ რუსულ სახეს აჩვენებო ეს არ გახმიანებული მესიჯია მე ეჭვი მეპარება გულახდილად გეტყვით რომ საქართველოს ხელისუფლება ასე პირდაპირ ერევა სინოდის პირ წევრთა გადაწყვეტილებებში და პირდაპირ ეუბნება რომ აი ხა შენ უნდა მისცე შიო მუჯირს ხმა ან შენ უნდა მისცე შიო მუჯირს ხმა ორჯერ უტრირებ ცხადია და ასე შემდეგ მაგრამ რაღაცა შემოვლითი ტექნიკური ბერკეტები რომ ექნება ქართულ რუსულ ოცნება სინოდის წევრებზე ზემოქმედებისათვის ესეც ფაქტია თუმცა გარანტიას როგორ აძლევენ საკუთარივე თავს რომ შიოს გაყვანის მოსურნეებად გარდაქმნილი ეპისკოპოსები უცებ ერთშვენიერ დღეს არ ალაპარაკდებიან არ იტყვიან იმას როგორ ახდენდაზე გავლენას აწევოდა მათ de facto ხელისუფლება თუნდაც ირიბად სიმართლე გითხრათ არ ვიცი ამიტომ ძალიან ფაქიზი თემა ირაკლი კობახიძე ადასტურებს რომ ჩვენო არ ჩავერევითო ამ პროცესშიო და ახლა ირაკლი კობახიძეს ნუღარ შემომაქებინებთ კარგი და სწორი განცხადება უბრალოდ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს ამბავიც არის აქვს აქ იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე უშუალოდ ცხადი არ გამოჩნდება და არ მოახდენს თვით ლუსტრირებას და თვით დაზიანებასაც შესაბამისად მაგრამ მისი პროქსები რომ ლაპარაკობენ სულ უფრო ხშირად და სულ უფრო მკვეთრად შიო თუ არ იქნება პატრიარქი მაგ შემთხვევაში ჩვენ მოღალატეებად შევრაცხავთ ყველას თუ ახლა არ მოხსნიან საკუთარ კანდიდატურას უცნაურეს განცხადებას განცხადებაზე აკეთებს ასე უნდა თქვა თქვენი სტებართვით სწორედაც რომ ხელისუფლების ირაკლი კობახიძის თუ სხვათა პროქსი საჯარო სპიკერი ია უცნობი გაჩეჩილაძე და ეს ეცხობს ზეგავლენა მაშინ აიღეთ და გააჩერეთ გააჩუბეთ როგორღაც თუ ყველაფერში ერევით და ყველაფერს აკონტროლებთ გააჩუმეთ თქვენი უცნობი თქვენი სხვა სპიკერები და გააჩუმეთ შალვა კეკელიაც რომელსაც უცნაურესი რამ უთქვამს ერთხელო სადილობდითო მეცო პატრიარქის გვერდით იმავე სუფრასთან ვიყავიო იქო პირდაპირ მნიშვნელობით ანუ არ ვაჭარბებ თაგვი და ვინახეთო და პატრიარქი ახტა გიბოდიშებთ ახტა აი ამ სიტყვას ხმარობს როგორც წავიკითხე ახტა მაგიდაზეო ცოტაზე მეტად ამაკნინებელია ზოგადად პატრიარქისთვის და მით უფრო აცგარდაცვლილი პატრიარქისთვის პირისაგან რომელიც პოზიციონირებს რომ თითქოს პატრიარქის უერთგულესი იყო ამით ხომ ისინი რეალურად ლახავენ იმიჯსა და ავტორიტეტს ესოდენ შეულახავს ეგრა მაგის პასუხია მიუხედავად ურთულესი ცხოვრებისა და კარიერისა რომელიც გაიარა პატრიარქმა ილია მეორემ ასე ლახავენ პატრიარქის რეპუტაციას იმიჯს რეპუტაციას სახელს იმიჯს ხსოვნას იმიჯს რეპუტაციას პატრიარქ ილია მეორისა აქვე ვიტყვი ამასაც ხაზგასმით მოკლედ შიო შემომექო ერთხელ კობახიძე შემოვაქე თუ არა ცხადია ვერ წამცდება სიტყვა ხო ვერ გამექცევა სიტყვა ირაკლი კობახიძის მაქებარი მათ შორის იმიტომაც ვერ გამექცევა რომ მან სწორედ პატრიარქის დაკრძალვის კონტექსტში ბრძანა თქვა ამგვარი რამ ერთ-ერთი სწორედაც რომ პროპაგანდისტური არხის ეთერიდან თქვა რომ ჩვენო არ შევუშვითო პირებიო შინაარს გადმოგცემ ცხადია რომლებიც ამას არც იმსახურებდნენ არანაირი მორალური თუ არ ვწდები ასე ამბობს არანაირი მორალური უფლება არ ქონდა თუ არანაირი მორალური უფლება და საფუძველიც არ ქონდა რომ ასეთი პატრიარქის მაგინებელი ტიპებიო პოზიცია იგულისხმება ჩვენო შეგვეშვა სამების საკათედრო ტაძარშიო მე მოგზალებით შეგახსენებთ რომ გარდა ხსენებული რუსებისა რომლებიც მიყუჟულნი იყვნენ და მათ შორის არა მხოლოდ ეგზარხოსი მინსკისა
რა ქვია იმ კაცს და გავიხსენებ სახელს ვენიამინი არა მხოლოდ რუსეთის საპატრიარქოს 80 კაციანი დელეგაცია სამებაში იყო 80-ვე არამედ პირები რომლებიც სულაც არ წარმოადგენენ ეკლესიას ბანდიტურს რუსეთისა არამედ ოლიგარქები ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთისა მრჩევლები და მათთვის ხომ მოიძებნა და ქართველი თუნდაც ოპონენტებისათვის რატომ არ მოიძებნა ადგილი კარგი ოპონენტებსაც თავი დავანებოთ რატომ არ მოიძებნა ეს ხო უზარმაზარი სიმბოლური გაატვირთვისა იქნებოდა ადგილი ერთი წრე უნდა დაერტყათ საბოლოო ჯამში პრეზიდენტი ზურაბიშვილისთვის და პრეზიდენტი მარგველაშვილისთვის აქვე ვიკითხავ მაგრამ მათზეც ხო ამახვილებ ყურადღებას და ასევე როცა ლაპარაკობს რომ ხო რას ამბობს ისიც კობახიძე რომ მათო ხომ არანაირი ფორმალური სტატუსი არ ჰქონდათო ანუ ოპოზიცია ხო ხელისუფლებაში არ არის თანამდებობაზე არ არის დეპუტატი არ არის და ასე შემდეგ და როგორ უნდა შეუშვა საშვი როგორ უნდა მივცე but ხოჭვის ეს ადასტურებს იმას რომ ბიზინა ივანიშვილი უშუალოდ აკონტროლებდა აი ასე გეტყვით სია ჰქონდა ან დავთრებით დადიოდა და ვუტრირებ რუსთავი ორი ჟურნალისტი რომ დამიეკავს და მკითხავს მტკიცებით ფორმაში საიდან ამტკიცებ რომ ბიზინა ივანიშვილს დავთრები ჰქონდა არა ეს არის შეფასება თუ გნებავთ ასე ვიტყვი ან თუ გნებავთ ვიტყვი ეს არის ჩემი ვერსია ხო ბიზინა ივანიშვილზე გამახსენდა და კარგია რომ არ დამავიწყდა ბიზინა ივანიშვილს რა ლეგიტიმაცია აქვს ფორმალური ლეგიტიმაცია ხაზგასმით მინდა ვთქვა რა ლეგიტიმაცია აქვს საპატრიო თავმჯდომარეა დამფუძნებელი მამაა მართლა ასე გგონია მინმეს რომ საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა არა პარტიისა და კობახიძის არასწორი ვარცხნილობისა არამედ და ირაკლი კობახიძის არასწორი ვარცხნილობისა და კახაკალაძის ცოტა ფემინური ქცევებისა ამის დამფუძნებელი მამა რო არის გასაგებია მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა არის ირაკლი კობახიძე კი არა ბიზინა ივანიშვილი რასაკვირველი არა მაშინ რატომ იმყოფებოდა შიგნით მერქი ვიკითხავ ასე პასუხი ამაზე არ აგვაქვს ხოლო რუსთავი ორი ჟურნალისტი ამ თემაზე არ დამირეკავს და დღეს რო ნახავთ სიუჟეტს ძვირფასო მაყურებლებო მაინც და მაინც ნუ დამძრახავთ იმიტომ კი არა რომ რაღაც იდეალურად პასუხი ცხადი არა მაგრამ და იცოდეთ და ეს არის ჩემი შეცდომა მე არ უნდა ამეღო ყურბილი რაღა იავიღე არ უნდა მიპასუხა ამ კითხვაზე მისთვის იმიტომ რომ წინაც რა უნდა მცოდნო და ვიცოდი კიდეც რომ ის დაჩეხავს მიჩეხავს მოჩეხავს და შეაწეპებს თლაც ზუსტი არ არის იმ კონტექსტში ჩასვავს რა კონტექსტში ჩასმაც მისთვის გარდაულად მნიშვნელოვანია ანუ პროპაგანდისტვის მე კი იმას ვამბობდი იმ სიუჟეტშიც და სულ გავიმეორებ რუსეთის წარმომადგენლები არიან საპატრიარქოში ძალიან ბევრი სინოდში ძალიან ბევრი და პირდაპირ და ახლა და მალევე ეს არ გამოჩნდება მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ და თან ყველა კონკრეტულ გადაწყვეტილებაში მით უფრო არაორდინალურ ვითარებაში თქვენ აღმოაჩენთ რომ შიო მუჯირი ქართული ეკლესიისთვის საქართველოს ეკლესიისთვის სასარგებლო თამაშს არ თამაშობს და ალბათ წლები გაივლის 10 წლები გაივლის და დასვამთ ამგვარ კითხვას სწორი იყო რომ ვირჩევდით შიო მუჯირს თუ ის იქნება პატრიარქი მაგრამ შეიძლება აღმოჩნდნენ ადამიანები რომლებიც დასვამენ უფრო საინტერესო კითხვას პატრიარქმა ილია მეორემ განა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ რომ საქართველოს როგორც ქვეყანა და საქართველოს ეკლესია როგორც საქართველოს ეკლესია დასცილებოდა მოსცილებოდა რუსეთის ჯოჯოხეთური სახელმწიფოს ანტი ქრისტიანულ კირილ გუნძიაევისა და სხვა კანონიერი ქურდების ასე ვიტყვი ეკლესიას ამ კითხვას დავუსვამთ საკუთარ თავს საზოგადოება დასვამს ამ კითხვას არა ბევრი რომ გააკეთა პატრიარქმა ილია მეორემ ავტოკეფალიის აღიარება კონსტანტინოპოლის დამტკიცება აღიარება კონსტანტინოპოლის მიერ ეს სხვაშორის ანტირუსული ნაბიჯია მაგრამ ბევრი გახსენდებათ კი მე მის ნიჭიერებას მის მასშტაბს მის ფართოგაგებით პოლიტიკოსობას მის გონიერებას
მე არ უარყოფ, მაგრამ ამ კითხვას ფრთხილად და ფრთხილად კიდევ მიუბრუნდები მომავალშიც. მე ისტორიას ვერ შევცვლი, მაგრამ მე და ვერც ჩამოვაყალიბებ და ვერც გადავათქმევინებს ხვებს პოზიციას ვერ შევაცვლევინებ. მაგრამ აი საინტერესო კითხვებით კი მოგმართავთ ხოლმე. ხანდახან ან ხანდახანზე ხშირად. თან ისე რომ ამ გიჟებს უნდა გაუძლო. რომ ნამდვილ ადამიანებს რომ შემოგივარდებიან და ეუბნებიან რომ თავს მოგაჭამთ. თავი მოაჭამეთ ირაკლი ზარქუას კრასატულებს. ნახოთ ის. ისის პირდაპირ მშლობით კი არ მოაჭამოთ გასულ. გავიხუმრე. ვიხუმრე არის დაფა. ვიხუმრე.